ჩვენ აქ დაახლოებით 9 საათზე მეტი ავიმყოფებით და მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით აქ დაგვხვდა უბრალოდ უკვე პოლიციელები რომლებიც განლაგებული იყვნენ ერთი ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩის ასასვლელთან სადაც ყველა აქციის დროს თითქმის განლაგებულია ხოლმე პოლიციის კორდონები მწკრივად და აქ სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომები უკვე არის მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაჩვენებთ აი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც ვაჩვენოთ ზუკა კადრში სადაც აი ნაძვის ხე სადაც არის მოწყობილი აქაც განან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ხედავთ რომ ჯებირებშია მოქცეული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და აქ მონტაჟდება სცენა და კონსტრუქციები იმისთვის რომ დღეს აქ მოეწყოს ნაძვის ხის ანთების ცერემონია მიუხედავად იმ პროტესტის და იმ პროტესტის ფონზე რომელიც უკვე მე-17 დღეა არის დედაქალაქის ქუჩებში აი ოპერატორს თხოვ გაჩვენოთ კადრი უკვე მოვიდა მსვლელობის მონაწილეები რომლებიც ფილარმონიიდან მოვიდნენ აქ იმისთვის რომ გააპროტესტონ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული არჩევნები რომლებიც უნდა დაიწყოს 1 საათში საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში აქ შევიდა სპეციალური მიკროავტობუსები რომელშიც როგორც ჩვენ დავაფიქსირეთ ისხდნენ ის ხმოსნები რომლებაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევაში რომელსაც არ აღიარებს საზოგადოება და საზოგადოება თვლის რომ ეს არჩევნები ისევე როგორც ხელისუფლება და მისი ის პრეზიდენტი რომლის არჩევასაც გეგმავს დღეს ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური ხედავთ აქციის პირველ მონაწილეებს რომლებმაც პირველი მსვლელობა გამართეს დღეს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან თუმცა ეს არ არის ერთადერთი ბუნებრივია ეს იყო პირველი მსვლელობა რომელიც დღეს დაგეგმილი იყო ძალიან დილით ადრე შეიკრიბნენ უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე თუმცა დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მსვლელობა დაგეგმილი როგორც ყოველდღე ამ 17 დღის განმავლობაში და საბოლოოდ დანიშნულების ადგილი სავარაუდოდ იქნება ეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა უფრო მეტი გეგმების შესახებ ჩვენ ბუნებრივია გზადაგზა გავიგებთ თავად აქციის მონაწილეების მხრიდან. აქ მობილიზებულია პოლიციელები უკვე 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და უსაფრთხოების ყველა ზომა არის მიღებული იმისთვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ახლა საკანონმდებლო ორგანოს შიგნით ტერიტორიაზე. ჩვენი ჯგუფი არ შედის დღეს პარლამენტში, როგორც იცით და გუშინ უკვე ნახა საზოგადოება რადგან როგორც ნახა გუშინ საზოგადოებამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ საპარლამენტო კორესპონდენტს უკვე ჰქონდა მუდმივი აკრედიტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა ერთჯერადი განაცხადის შევსება რომლის შევსებითაც ჟურნალისტს უნდა ეღიარებინა პარლამენტის ლეგიტიმაცია თუმცა იმის და გათვალისწინებით რომ არც საერთაშორისო სამყარო არც საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას ბუნებრივია არც ჩვენ არ შევდივართ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ამიტომ დღეს პროცესებს მეც და ჩემი კოლეგებიც ასევე საპარლამენტო ჟურნალისტებიც გავაშუქებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან იქ სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნებიან შეკრებილი ადამიანები ზუკას ვთხოვ გადავინაცვლოთ ხალხისკენ რომლებიც განთავსდნენ ახლა პარლამენტის წინ პარლამენტის სიახლოვეს ვერ შედიან ვინაიდან ჯებირებია როგორც უკვე გითხარით განთავსებული და აქ უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟიც ჩვენ ვრჩებით ტერიტორიაზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.